ვიდეოში ჩვენ ვნახეთ, როგორ უნდა შემოგვეტანა recycler view პოსტებისთვის და დათაგული პოსტებისთვის, დათაგული სურათებისთვის. დღეს ვნახავთ, როგორ უნდა შემოვიტანოთ recycler views highlight-ებისთვის და story-ებისთვის. მის შემოსატანად ჩვენ დაგვჭირდება პირველ რიგში, რომ შევქმნათ item-ი, დავარქვათ სახელი item story, რომელსაც ექნება თავისი ორი პარამეტრი. პირველი ეს არის image, მეორე ეს არის ტექსტი. Image-ისთვის შემოვიტანოთ shapeable image view. თავისი მონაცემები მივანიჭოთ, რომ width და height იქონდეს 80-80-ზე. ID მივანიჭოთ. ID იქნება IV item story, ანუ image view item story. Scale type მივანიჭოთ center. Source-ი შემოვიტანოთ, რომ დავინახოთ საერთოდ რას ვაკეთებთ. Ratio მივანიჭოთ 1:1-ზე, რომ მივიღოთ კვადრატული ფორმა. და მთავარი მომენტი, რომელიც არის overlay, ის შემოვიტანოთ, რომ მრგვალი ფორმა მივანიჭოთ ჩვენს shapeable image views. შემდეგი, რასაც შემოვიტანოთ, ეს იქნება constraint-ები, რომელთაც ცენტრში გავამტესებთ ჩვენს image views. ჩვენი constraint layout-ი ახლა არის მთელ screen-ზე მოცემული, ამიტომ wrap content-ებად გადავაკეთებ width და height-ს, რომ მხოლოდ ის ნაწილი დაიკავოს, რომელიც მას სჭირდება და ასევე შემოვიტანთ padding-ებს, vertical-ს, რომელიც იქნება 5 dp და horizontal-ს, რომელიც იქნება 2 dp. შემდეგი უკვე შეგვიძლია რომ შემოვიტანოთ text view. Text view-ს width და height ორივე იქნება wrap content-ი, მივანიჭოთ ID, რომელიც იქნება text view item story text-ი. შემოვიტანოთ ტექსტი, რომელშიც დროებით ჩავწერთ highlight ads. მივანიჭოთ margin-ი top-ი, რომ ზემოდან ჩამოიწიოს 5 dp-ი. და ვაჩვენოთ საიდან ზემოდან, ანუ ზედა image-დან რომ უნდა ჩამოიწიოს, top to bottom of ID IV item story. ასევე მივანიჭოთ მარცხენა და მარჯვენა კონსტრაინტები, start to start of იგივე ID-ით, IV item story. და end to end of IV item story. ასევე დავამატოთ bottom to bottom of parent. აქ ჩვენს item-ის დიზაინზე მუშაობა დასრულებულია, ახლა უბრალოდ უნდა შევქმნათ model class-ი. ვიპოვოთ model ფაილი, აღარ არის და შეგნით შევქმნათ ახალი Kotlin class-ი, რომელიც იქნება რეალურად data class-ი და სახელი დავარქვათ story. მას ექნება ორი მონაცემი, პირველი ეს არის val story image, რომელიც იქნება string-ი და მეორე ეს არის val story text-ი, რომელიც ასევე იქნება string-ი. აქ შეგვიძლია უთხრათ, რომ შეიძლება ნალი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის საჭირო. მას შემდეგ, რაც უკვე დიზაინით შევქმნით და data class-ით შევქმნით, უკვე უნდა დავიწყოთ ადაპტერის შექმნა. File adapter-ში ვქმნით Kotlin-ის class და ვარქმევთ სახელს rv story adapter. ადაპტერი არის list ადაპტერი, რომელიც მოითხოვს რამდენიმე მონაცემს თავის თავში. პირველი ეს არის story, ხოლო მეორე, import-ი ჭირდება, ხოლო მეორე ეს არის holder-ი, რომელსაც ჩვენ შევქმნით. წერთ კლასი holder-ი, რომელიც არის recycler views view holder-ის შვილობილი. ეს მოითხოვს views თავის თავში, შესაბამისად ჩავაწოდოთ views, რომელიც იქნება views ტიპის. და ბარემ გავაგრძელოთ, აქვე შემოვიტანოთ binding-ი, რომელთაც მივიღებთ ცდომას ჩვენ story item-ის visual-ზე, ტოლობა უნდა წინ, წერტილი bind, შეგნით view. ასევე შევქმნათ ფუნქცია bind, რომელიც იქნება ჩვენთვის ინფორმაციის შესავსებად. ჩავურთოთ მას binding-ი და მივაწოდოთ ორი პარამეტრი. პირველი ეს იქნება item-ი, რომელიც იქნება story ტიპის და მეორე იქნება position-ი, რომელიც იქნება integer-ის ტიპის. ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი holder-ი დავამატოთ ჩვენს ადაპტერში. გამოვიძახოთ holder-ი. აქ ფშკილებში კომპარატორი უნდა გამოვიძახოთ, კომპარატორიც ჩვენი შესაქმნელი იქნება. შევქმნათ კლასი კომპარატორი, რომელიც არის diff-util-ის item callback-ი. თავის თავში ესეც მოითხოვს this ანუ stories. და გადავტვირთოთ ორი ფუნქცია. პირველი არის item-ების შედარება, მეორე არის კონტენტების შედარება. ჩვენ ძალიან მარტივად აქ დავწეროთ return
old item შეადარე new items. და იგივენაირად მეორეშიც. Return old item-ის შედარება new item-თან. ან true დაბრუნდება, ან false დაბრუნდება. მას შემდეგ რაც კომპარატორი შემოვიტანეთ, უკვე მარჯვენა მხარე აღარ არის გაწითლებული და ჩვენ შეგვიძლია გადავტვირთოთ ის დანარჩენი ფუნქციები, რომელსაც მოითხოვს ჩვენი list adapter-ი. პირველი ეს იქნება on create view holder-ი, სადაც შემოვიტანთ views, თავისი layout inflator-ით, ჭირდება from ჭირდება context-ი, ამიტომ parent-ის context გამოვიძახებთ. შემდეგ inflate-ში უკვე ჩვენი layout-ი იწერება. item story. შემდეგ parent-ი და ბოლოში false-ი. და ვაბრუნებთ holders, რომელიც მოითხოვს views თავის თავში. On bind view holder-ში holders ვიძახებთ, ჩვენს მიერ შექმნილ binds ვიძახებთ ფუნქციას, რომელიც მოითხოვს როგორც ვიცით ორ პარამეტრს, stories, ანუ items, ამიტომ გამოვიძახებთ get items და შეგნით position-ი. ეს იქნება position-ი და მეორე პარამეტრი, ეს არის თვითონ position-ი. აქ კიდე მოგვიწევს რაღაცის ჩამატება მომავალში. Story adapter-ს დავუმატოთ კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც იქნება პრივატული ვალი. და სახელად დავარქვათ show add button for first item. ეს იქნება boolean ტიპის. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც home page-ს დავიმყოფებით, პირველი story არის ჩვენი დასადების story და თუ კი plus დავაჭერთ, მაშინ შევძლებთ რომ story დავწერთ. ამისთვის შემოვიტანთ companion objects, რომ განვასხვაოთ ეს ორი მონაცემი ერთმანეთისგან. პრივატული კონსტანტური ვალი შემოვიტანოთ. Type first item, რომელიც იქნება 0 და პრივატული კონსტანტური ვალი შემოვიტანოთ type normal item, რომელიც იქნება 1. ამით პირველ story-ს განვასხვავებთ ყველა დანარჩენისგან. გადავტვირთოთ ფუნქცია get item view type-ი, რომელშიც დავაბრუნებთ თუ position-ი არის 0, მაშინ type first items. იმ შემთხვევაში თუ position-ი არ არის 0, ანუ else-ის შემთხვევაში type normal items. ჩვენს bind ფუნქციაში ჩავამატოთ show add button პარამეტრი, რომელიც იქნება boolean-ი და იმ შემთხვევაში თუ position-ი არის 0 და show add button-ი არის ჩართული, მაშინ ჩვენს პირველ story-ზე უნდა გამოვაჩინოთ ეს plus ღილაკი. მაგრამ plus ღილაკი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს შემოტანილი. ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება რომ ჯერ ვიზუალში დავამატოთ ეს plus ღილაკი და შემდეგ უკვე აქ. და მანამდე დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ თუ position-ი არის 0 და show add button-ი არის ჩართული, რაღაც მოხდება. სხვა შემთხვევაში else გავუწეროთ. მანამდე სანამ დავამატებთ ამ ღილაკს, შემოვიტანოთ სხვა მონაცემების შევსების მომენტი, რომ text view item story text-ის ტექსტში ჩაიწეროს item-ის story text-ი, ანუ ჩვენი data class-დან წამოღებული მონაცემი, ხოლო glide-ით უკვე შეივსოს ჩვენი image view. Glide with item context. Load, რა უნდა წამოვიღოთ item-დან წამოღებული image-ი და სად უნდა წავიღოთ into image view. Item story. და barem on bind view holder-ში შევამატოთ მესამე პარამეტრი, რომელსაც გვთხოვს. ეს იქნება show add button for first time. Okay, ეხლა if else-ის შესავსებად უკვე შევქმნათ ჩვენი plus ღილაკი, ან drop-ში გვაქვს უკვე ესეთი ჩაგდებული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მრგვალში რომ იყოს ჩასმული ეს პლუსი. ამიტომ drop-ში ვამატებთ ახალ vector assets. ვირჩევთ, მე უკვე არჩეული მაქვს, ამიტომ დავამატოთ და სახელი არ გადამერქმევია. ამიტომ აქედან გადავარქვათ refactor, rename და დავარქვათ შესაბამისი სახელი. სახელი უნდა იყოს add circle, კარგი არის, იმიტომ რომ მრგვალში ზის, მაგრამ თავში დავუწეროთ, რომ ეს არის icon-ი. ანუ IC, გადატირე add circle. და აი ამ icon-ს გამოვიყენებთ უკვე, რომ ჩავამატოთ ჩვენი image view-ს მარჯვენა ქვედა კუთხეში. შემოვიტანოთ image view, wrap content-ი wrap content-ზე, შემოვიტანოთ constraint-ები, რომ bottom to bottom of ჩემი image view-ს ID,
end-to-end of ჩემი image views ID. Source-ი შემოვიტანოთ, რომ დავინახოთ თვითონ მოცემული ღილაკი. დავამატოთ margin-ი, რომ margin-დან და ქვემოდან 2 dpt გამოიწიოს. რადგან ეს არის ღილაკი, image views ნაცვლად შემოვიტანოთ image button-ი. ID-ც გავუწეროთ შესაბამისი, ეს იქნება image button new story. რადგან image button-ი შემოვიტანეთ, image button-ს გავშენეთ თავისი background-ი, ამიტომ background-ში გავუწეროთ null-ი და მოვხსნათ. რადგან დავამატეთ ჩვენი image button-ი, შეგვიძლია adapter-შიც გადმოვინაცვლოთ და if-ში გავუწეროთ, რომ თუ კი position-ი არის 0 და showed button-ი არის ჩართული, მაშინ ეს image button-ი გამოჩნდეს, ანუ visibility ჩავურთოთ, visibility უდრის view visible. else-ის შემთხვევაში დავუწეროთ barem, რომ visibility უდრის view წერტილი gone, ანუ რო არ გამოჩნდეს და თუ კი position-ი არის 0, ანუ პირველ story-ზე მიდის საუბარი. ამ შემთხვევაში ასევე listener-ი დავუყენოთ, set on click listener-ი, რომ თუ კი დაეკლიკება, ტვასტი ამოაგდოს. ჩავუწეროთ კონტექსტი, item view კონტექსტი და ტექსტი, რომ add button clicked. რაღაცა რომ დაეკლიკა რა, მარტივად რო ვთქვით. რადგან recycler view-ს adapter-ი უკვე შევქმნით, შეგვიძლია თვითონ recycler view დავამატოთ ჩვენი პროფაილის ფრაგმენტში, ანუ გადმოვიდეთ პროფაილის ფრაგმენტში და tab layout-ამდე დავამატოთ ჩვენი recycler view. Width და height-ი გავუწეროთ, width-ზე match parent-ი, height-ზე wrap content-ი გავუწეროთ, ID გავუწეროთ, რომ ეს არის RV, recycler view highlight-ი. გავუწეროთ constraint-ი, რომ ჩვენი ზედა button-ის ქვემოთ აღმოჩნდეს და ასევე ჩვენს item count-ში ჩავუწეროთ ერთიანი და list item-ში გამოვაჩინოთ ჩვენი story, რომ დავინახოთ როგორ იმუშავებს ეს მომენტი. ქვემოთ tab layout-ს გადავუკეთოთ ID, რომ თვითონ ჩვენი recycler view-ს ქვემოთ აღმოჩნდეს და barem აქ სადაც გვიწერია margin top-ი არის 20, იგივე margin-ი გავუწეროთ ჩვენს recycler view-საც, რომ თანაბრად იყოს დაშორებული view-ები ერთმანეთისგან. ეს იქნება რეალურად ჰორიზონტალურად scroll-ადი recycler view, ამიტომ აი ამ 1-ზე მეტზე არ ჩამოიწევა, ერთ item-ზე მეტზე. გადმოვინაცვლოთ ჩვენი პროფაილის ფრაგმენტში და აქ შევქმნათ ჩვენთვის პრივატული ფუნქცია, სახელად init.rv, რომელსაც ეგრევე ჩავურთავთ bindings, ეს იქნება ჩვენი recycler view-ს ინიციალიზაციისთვის შექმნილი ფუნქცია, როგორც მანამდე შევქმნით view pager-ისთვის. შემოვიტანოთ late init.var RV adapter, რომელიც არის ჩემს მიერ შექმნილი story adapter-ი. RV story adapter-ი ქვია ამ adapter-ს, კი ბატონო. და უკვე ინიციალიზაცია გავუწეროთ. RV adapter-ი უდრის RV story adapters. შეგნით ითხოვს boolean moments, ან false-ი უნდა ჩაეწეროს, ან true. პროფილში false-ი გვაქვს მოცემული. ანუ ეს პლუს ღილაკი არ გვინდა რომ გამოჩნდეს. შემდეგ უკვე ჩვენს highlight recycler views, ანუ დიზაინში მოცემულ recycler views, adapter-ი გავუწეროთ, რომ არის ჩვენს მიერ შექმნილი adapter-ი. გავუწეროთ ასევე layout manager-ი, რომ ჰორიზონტალურად გამოჩნდეს, ანუ linear layout manager-ი მჭირდება აქა. Linear layout manager-ი შიგნით require context-ი, ისე linear layout manager-ი წერტილი horizontal, ძიმე false-ი, რომ მარცხნიდან მარჯვნივ გამოჩნდეს ჩემი აიტემები. გამოვიძახოთ ჩვენი init.rv on view created-ში. შევქმნათ list-ი. List რეალურად გააჩნია რა 2 მონაცემი. ეს არის დროებითი list-ი თან. არ დაგვავიწყდეს. Stories ტიპის მონაცემები უნდა შემოვიტანოთ. შემოვიტანოთ რაიმე ლინკი და უბრალოდ ტექსტ გავუწერ highlight 1-ს. და გავამრავლებ ამ ერთი და იგივე მონაცემს რამდენიმეჯერ რომ გამოჩნდეს. და ბოლოში ჩვენს adapter-ს შევაწოდოთ მოცემული list-ი, submit list, highlight list. შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ მოცემული highlight-ები.